საქართველოს ვარსკვლავს წარმოგიდგენთ ბილაინი. ბილაინი, გადმოდი ნათელ მხარეზე. ნინა მაგარია. ის ცეცხლივითაა სცენაზე. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში, რასაც მე ძალიან ვაფასებ. ის თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს ამით გეუბნება. მიყურე. აი მე ვარ მე. წინ ბევრი ბრძოლა გელის, მაგრამ შენ უნდა შეძლო და გაიმარჯვა. ნინა სუბლატი! დარბაზი ფეხზეა. დარბაზი ამბობს ყოველთვის თავის ათმელს. მოდი დავიწყოთ ნინას შეფასება. ისევ მიშასგან, არა, მოდით ზაზასგან დავიწყოთ. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ ტურიდან ტურამდე ყოველ ტურში პირველი გზნობა ნინა, რაც მოდის შენი შესრულების მერე არის აღთოვანება და მერე ყველა სხვა დანარჩენი გზნობები. ეს არის ფანტასტიკური გზნობა. და მე იცი რა მინდა ვთქვა, რომ სულ რაღაც მეოთხე ტურია. ანუ ჯერ დასაწყისია კონკურსის და
აი უკვე იმდენი მხრიდან დაგვანახე, შენი თავი იმდენი ძლიერი მხარე გაქვს, რომ მე არ ვიცი. შეიძლება ვთქვა ესეთნაირად, რომ გარკვეულწილად მუსიკალური პოლიგლოტი ხარ ალბათ, ერთგვარი პოლიგლოტი, ჟანრობრივი. და მე მინდა ვთქვა, რომ შენ გაქვს ძალიან მძაფრი პოტენციალი. ეხლა ყველას დიდი პოტენციალი აქვს ჩვენ მონაწილეებს და ძალიან თანაბარი შემადგენლობა განსხვავებით სხვა წლების ანალოგიური კონკურსებისგან, მაგრამ შენი პოტენციალი არის ძალიან მძაფრი და მე ვიცი რომ მე ძალიან დიდხანს მომიწევს შენი ყურება ამ კონკურსში და ძალიან დიდი სიამოვნებით გრძნობა მას და რომ ეს მოლოდინი მაქვს წინ. ძალიან კარგი სოლო ქონდა დათო აზირაშვილს, დაუკრა ტაში, ბრავო ბენდი, ვამაყობ თქვენი. დათო კოჩა, ძალიან კაი სოლო. კარგი, განვაგრძოთ შეფასება და უსმენთ დეჟას. Nina, I've studied all of you before I came, and I've seen you light up the stage. მანამდე ვიცნობდი თქვენს წარმოდგენას, წარმოდგენებს და გამოსვლებს, ვიდრე ჩამოვიდოდი და პრინციპში მოველოდი კიდევ უფრო ასე ვთქვათ ეფექტურ გამოსვლას. I wanted to see you feel it as I had before. I felt you all the way in America, in my home, on my computer before, and I was hoping to feel that from you this time, and I didn't feel that you were as big and bold as I've seen you before. But vocals, of course, you're powerful. არ ჩანდა იმდენად, როგორც მე მოველოდი და როგორი შთაბეჭდილებაც მე ამერიკაში ინტერნეტით ყურებისას დამრჩა, თუმცა ხმა ძალიან კარგი იყო. Thank you. სხვა მხრივ. ძალიან დიდი მადლობა, მიშა. მე ვფიქრობ, რომ თავარი რაც ნინას აქვს არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ სახლში ვერ გზნობს თავს ისე თავდაჯერებულად, როგორც ნინა გზნობს თავს აი ამ ხელა სცენაზე. როცა გამოდის და ნამდვილი აი მე პატრონე ხდება ხოლმე რა ყველაფრის. ეს მომწონს მე და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, ძალიან ეფექტური გამოსვლა იყო. პირველივე წამიდან, პირველივე ნოტიდან იგზნობოდა რომ რაღაცა დიდი და ძლიერი მუშაობდა სცენაზე. ნინა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა ჟიური შეფასებისთვის. ნინა დღეს ბოლო კონკურსანტი ამ კონცერტზე, ამიტომ სწორედ ეხლა სჭირდება მას თქვენი მხარდაჭერა, უნდა გააქტიურდეთ და დაურეკოთ ნინას ნომერზე 0937 700 008.